გარეული ცხოველები პრორუსი ოლიგარქის სახლში სომხეთში გაგիկ წარუკიანი დააკავეს, მისი რეზიდენციის ჩხრეკისას კი 3 ლომი და 1 ვეფხვი აღმოაჩინეს. ცხოველები ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს. წარუკიანს განსაკუთრებით მასშტაბურ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. პარტია აყვავებული სომხეთის ლიდერს ჩამოართვეს მანქანები და 190-მდე ცხოველის ფიტურიც. როდესაც მოსკოვში 100 კი არა 1000 დრონი ჩაფრინდება, პუტინი კი ამას საკუთარი თვალით ნახავს, მას ურჩევენ სადმე ურალის მიღმა გადასახლდეს, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის თქმით, მოსკოვსა და პეტერბურგს აუცილებლად შეუტევენ, რადგან სწორედ იქ იღებენ რუსები უკრაინელების დახოცვის გადაწყვეტილებებს. სუხელ მოსკოვის ოლქის მიმართულებით უკრაინამ 430-ზე მეტი დრონი გაუშვა. მესამე დღეა ბათუმში ზღვაში 23 წლის კაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთავართან ამბობენ, რომ სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ირკვევა, რომ ნოდარ დარჩიძე ზღვაში 5 ივლისს მეგობართან ერთად შევიდა და მალევე გაუჩინარდა. მეგობარმა წყლიდან გამოსვლა უვნებლად შეძლო. ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი გიორგი ბახუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან სუსის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაშია საუბარი. ირკვევა, რომ ბახუაშვილი თანამდებობიდან 6 ივლისს გათავისუფლდა და სუსშიც იმავე დღეს დაინიშნა.